როგორც წესი, ბანკიერი პრაქტიკაა, როდესაც მაგალითად საჯარო უწყებები მათი საქმიანობის უკეთ წარმოჩენისთვის, ან მათი საქმიანობის პოპულარიზებისთვის გამოყოფენ საბიუჯეტო ასიგნებებს და მე ეს ფული იხარჯება მედიაში. ასეთი რამ არის ყოველად დაუსაბუთებელი, იმიტომ რომ თუ საჯარო უწყება აკეთებს რაღაცას ან ქმნის ახალ სერვისს, ანუ ისეთ რამეს აკეთებს, რომელიც ჭირდება მოქალაქეს, რა თქმა უნდა ის ვალდებულია, რომ ეს ინფორმაცია მოქალაქეს მიაწოდოს და მედია, სულ ერთია ეს მედია, რომელიც პოლიტიკური გემოვნების მატარებელია, ეს მედიაც ვალდებულია, რომ აი ამ საჯარო სიკეთეებზე, ამ საჯარო სერვისებზე ინფორმაცია დროულად მიაწოდოს მოქალაქეებს. და ამაში ფულის კეთება და საჯარო ფინანსების გადინება მედიაში ეს არის რეალურად პოლიტიკური კორუფციის სქემა. ეს არ არის პირადად ჩემი აზრი, ეს არის ზოგადად მიღებული ნორმა, იმიტომ რომ საჯარო უწყებების საქმიანობა არის გამჭვირვალე, ის რაც ხდება საჯარო უწყებებში და რა ინფორმაციასაც ისინი ფლობენ, ეს არ არის მათი საკუთრება, ამიტომ ისინი ვალდებული არიან ეს ინფორმაცია მიაწოდონ უსასყიდლოდ მოქალაქეებს და მედიაც ვალდებულია, რომ იყვნენ გამტარი, სწორედაც და ეს ინფორმაცია დროულად მიაწოდონ აუდიტორიას. მაგრამ რა კი ფინანსური აგენტი ხდება მთავრობა, მას აქვს ფული, ის მიდის მედიასთან და ეუბნება, რომ მე შენ ახლა გადაგიხდი ფულს და შენ ამ ფულის სანაცვლოდ უკეთესად, კარგად, ლამაზად გააშუქე ჩემი საქმიანობა. ის სერვისი კი არ გააშუქო, რომელსაც მე ვთავაზობ აუდიტორიას, არამედ ზოგადად ჩემი საქმიანობა გააშუქე კარგად. და ჩვენ ვხედავთ, რომ მაგალითად აი ამ ცალკეული სამინისტროების, უწყებების, სააგენტოების საქმიანობა პოზიტიურად, დადებითად შუქდება იმ სატელევიზიო არხებზე, იმ ონლაინ პორტალებზე, სადაც მიდის მთავრობის ფული. და მთავრობის ფული მიდის სად? იქ, სადაც პროპაგანდას უკეთესად აკეთებენ. და ამიტომაც თუ უფრო დიდ სურათში შევხედავ, დავინახავთ რას, რომ სამთავრობო სააგენტოები იყენებენ ფინანსებს, ბიუჯეტის ფინანსებს, ანუ ხალხის ფულს საკუთარი პრომოუშენისთვის და ამ ფულით აძლიერებენ პროპაგანდისტულ მედიას. აი ეს არის ყველაზე დიდი მანკიერება, რომელიც შეიძლება აი ამ მექანიზმმა მოიტანოს.